რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მწვავდება. რუსეთში აზერბაიჯანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დაკავებულია ბაქოში რუსული საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკის 2 თანამშრომელი, რომლებსაც რუსეთის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობას ედავებიან. ფაქტს ოფიციალური მოსკოვი არამეგობრულ ნაბიჯად აფასებს, ჟურნალისტების დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს და შესაბამისი უწყებებისგან განმარტებებს ელოდება. თავის მხრივ რედაქციის საქმიანობას არაკანონიერს უწოდებს ოფიციალური ბაქო. ორ ქვეყანას შორის სიტუაცია დეკემბრიდან დაიძაბა, რაც 27 ივნისის შემდეგ ეკატერინბურგში ჩატარებული რეიდების გამო კიდევ უფრო გაღრმავდა. ეს კადრები დღეს დილით აზერბაიჯანის დედაქალაქში რუსული საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკის ოფისთანაა გადაღებული. აზერბაიჯანული მედიის ცნობით სამართალდამცავების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაკავებულია სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი. მედიის ინფორმაციით დაკავებულები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ რუსული სააგენტოს აკრედიტაცია თებერვალში იყო შეჩერებული და ის უკანონოდ აგრძელებდა მუშაობას. ბაქოში პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის ფონზე რუსეთში აზერბაიჯანის ელჩი დღეს საგარეო უწყებაში დაიბარეს. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ რუს ჟურნალისტებს. აზერბაიჯანის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს წინ უძღოდა ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების დაძაბვა, რაც გასულ კვირას რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში რამდენიმე აზერბაიჯანელის დაკავებას მოჰყვა. რუსეთის საგამოძიებო სამსახურის ცნობით დაკავებულები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იყვნენ, რომლებიც ეკატერინბურგში 2001-2011 წლებში ჩადენილ რამდენიმე მკვლელობასთან არიან დაკავშირებულები. გამოძიება ამტკიცებს, რომ აღნიშნული დანაშაულებების მოტივს წარმოადგენდა ბიზნესში გავლენების სფეროების გადანაწილება. ეკატერინბურგში ჩატარებული ოპერაციის დროს მოკლულები არიან ძმები ზიადინ და გუსეინ საფაროვები. მათი ცხედრები დღეს აზერბაიჯანში ჩაასვენეს და ახლობლებს გადასცეს. მანამდე ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ. ბაქოში აცხადებენ, რომ ეკატერინბურგში ჩატარებული ოპერაციისას დააკავეს აზერბაიჯანის 50 მოქალაქე. აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ეკატერინბურგში მცხოვრები რამილ საფაროვი ყვება, რომ მასთან სახლში შეიჭრნენ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. სცემეს მას და მამამისს და ითხოვდნენ მკვლელობის აღიარებას. აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს ეროვნული ასამბლეის წევრი რასიმ მუსაბეიოვი აცხადებს, რომ მოსკოვი ამ ქმედებებით რუსეთში მცხოვრებ ყველა ეროვნების ადამიანის დაშინებას ცდილობს. ამას ვერანაირი ლოგიკით ვერ მიუდგები. ეს პირდაპირი ძალადობაა და ამის უკან დგას ის, რომ სადაც უნდა იქმიდიან ომონი და FSB და იჭერენ. საუბარი მხოლოდ აზერბაიჯანზე არ არის. ყველას შეშინება უნდათ, უზბეკების, ყირგიზების, ტაჯიკების, ყველასი. თუ მოგიახლოვდებით, რამდენიც გვინდა, იმდენ ფულს გამოგართმევთ. თქვენი შვილებიც ჩვენი მოთხოვნით უნდა გავუშვათ უკრაინაში საბრძოლველად. ეკატერინბურგში მომხდარის შემდეგ ბაქოში მიიღეს გადაწყვეტილება გააუქმონ აზერბაიჯანში დაგეგმილი ყველა რუსული კულტურული ღონისძიება. ამასთან აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოში რუსეთის საელჩოს დროებით რწმუნებული გაიწვია. მოითხოვა შემთხვევის სრული გამოძიება და პასუხისმგებელ პირთა დასჯა. აზერბაიჯანის მთავრობამ გააუქმა რუსეთის ვიცე-პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი. კრემლში ამის გამო მწუხარება გამოთქვეს. ჟურნალისტის კითხვაზე იგეგმება თუ არა მომხდართან დაკავშირებით რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების სატელეფონო საუბარი, პუტინის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ასეთი საუბარი ჯერ ჩანიშნული არ არის. ჩვენ ნამდვილად ვწუხართ ასეთი გადაწყვეტილებების გამო. მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ მუშაობა იმ მოვლენების მიზეზების და ბუნების გასარკვევად, რომლებმაც აზერბაიჯანული მხარის აზრით გამოიწვია ასეთი დემარშები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაფერი რაც ხდება დაკავშირებულია სამართალდამცავი ორგანოების მუშაობასთან და ეს არ შეიძლება და არ უნდა იყოს ასეთი რეაქციის მიზეზი. ჩვენ დაინტერესებულები ვართ აზერბაიჯანთან ჩვენი კარგი ურთიერთობების შემდგომი განვითარებით. აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები 2024 წლის დეკემბრიდან დაიძაბა. როდესაც რუსეთის საჰაერო სივრცეში ჭურვი მოხვდა აზერბაიჯანული ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავს. თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა და ავარიული დაშვებისას ყაზახეთში ჩამოვარდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მაშინ მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა. მოგვიანებით ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევთან საუბრისას მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა ბრალის აღიარებაზე უარი თქვა. ამის შემდეგ ბაქომ მიიღო გადაწყვეტილება ორჯერ შეამციროს რუსეთის მოქალაქეებისათვის ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის ვადები. თებერვალში კი დახურა რუსული სახლი, რომელსაც ევროკავშირის მიერ სანქცირებული ევგენი პრიმაკოვი ხელმძღვანელობდა. ამასთან ერთად აზერბაიჯანმა უკრაინაში მილიონობით დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის შესახებ გამოაცხადა. 2022 წელს ჩატარებული აღწერით, რუსეთში ამჟამად 475,000 აზერბაიჯანელი ცხოვრობს. მათ შორის არაერთი მდიდარი და გავლენიანი ადამიანია. ბაქოსთვის მოსკოვი სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი გახლავთ. რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვამ შარშან $4.8 მილიარდ მიაღწია.